მითითება არის ტვინისთვის, რომ მისი სიცოცხლე ფასეული არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ პირველ დამღაზე დღეს, რომელსაც ქვია მოკვდი არ იყო. ნებისმიერ ტრენინგზე, სადაც მოხვდებით, თუ ეს დამღა არის ჯგუფში, პირდაპირ ჩვენება არის, რომ პირველ რიგში უნდა მოიხსნას ეს დამღა, ანუ ეს შემზღუდავი რწმენა, რამდენადაც ეს პირდაპირ მითითება არის ტვინისთვის, რომ მისი სიცოცხლე ფასეული არ არის. გარკვეულწილად ხდება არაცნობიერი პროგრამირება და არაცნობიერი მიდრეკილება სიკვდილისადმი. როცა ვსაუბრობ სიკვდილზე, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს ფიზიკური სიკვდილი, თუმცა მოიცავს ამასაც. ეს შესაძლებელია იყოს ფსიქიკური ან სოციალური სიკვდილი. ფსიქიკური სიკვდილი ეს არის რაღაცა მდგომარეობა, ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც არ დასტურდება ფსიქიატრიული დიაგნოზი, მაგრამ ადამიანი ფაქტობრივად ამის ზღვარზე იმყოფება. როდესაც საუბრობთ სოციალურ სიკვდილზე, საუბრობთ გარკვეულ გარიყულობაზე, სტრატეგიაზე, როდესაც ადამიანი თითქოს რაღაცა ძახილით, რაღაცა შინაგანი ხმის, ესეთი მუდმივი მონოტონური მითითებით საბოლოო ჯამში რჩება მარტო, ტვინისთვის იმარტოვე სიკვდილს ნიშნავს.